რომელია ორგანიზმის ნაწილები, რომლებიც ქრება. ევოლუციასთან ერთად ჩვენი ორგანიზმი მრავალ ცვლილებას განიცდის. ზოგიერთი რაღაცა წარმოიქმნება და ზოგიერთი რაღაცა ქრება. მაგალითად, ადრე ჩვენს წინაპრებს კარგად ჰქონდათ განვითარებული ჭიაყელას დანამატი, რაც ეხმარებოდათ, რომ მცენარეები მოენელებინათ. მაგრამ რაც უფრო ჩვენი კვების სტილი შეიცვალა, მისი ფუნქცია თანდათანობით უფრო შემცირდა და რის გამოც შემცირდა ზომაშიც. ასევე ქვედაკიდურის თითები, რაც ადრე ბალანსირების ფუნქცია ჰქონდათ, მაგრამ რაც ადამიანმა ორ ფეხზე დაიწყო სიარული, ძირითადი დარტყმთა ტერფზე გადავიდა, რის გამოც მათი შემცირება და ფუნქციის დაკარგვა გამოიწვია. ყურის კუნთები საჭირო იყო ხმის წყაროსკენ მოძრაობისთვის, მაგრამ რაც ჩვენი ნიჟარა შეიცვალა, მისი ფუნქცია თანდათანობით დაიკარგა. ჩვენ ყველას გაგვაჩნია ეს კუნთები, მაგრამ უმეტესობას მისი მოძრაობა არ შეუძლია, რაც გამოიწვევს, რომ ნელ-ნელა გაქრეს. ასევე ჩვენს ტანზე ბეწვი, რაც გართბობისთვისაა საჭირო, მაგრამ რაც უფრო ტანსაცმლის გამოყენებას მოუმატეთ და ასევე ტექნოლოგიების განვითარდა, მისი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ასევე სიბზნის კვილი, რომელიც საჭირო იყო უხეში საკვებისთვის, რადგან ბევრად დიდი ყბა ჰქონდა, მაგრამ დღეს იგი შეიძლება პრობლემურად ან საერთოდ არ განვითარდეს.